პარტია ამცახარას რიგგარეშე ყრილობა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. სოხუმში პარტია ამცახარას რიგგარეშე ყრილობაზე ოპოზიციური ძალების მოთხოვნამ დე-ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც ცნობილია, პარტია ამცახარამ დე-ფაქტო პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადა და დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა. ყრილობის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის არსებული ხელისუფლება გამოცხადდეს ანტისახალხო ხელისუფლებად, რომელსაც არ სურს ეროვნული თანხმობის მიღწევა და აფხაზეთის სრულფასოვანი განვითარება. ისინი აფხაზური პარლამენტისგან მოითხოვენ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას. იმ შემთხვევაში, თუ კი ხაჯიმბა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ოპოზიციას საყოველთაო სახალხო შეკრების მოწვევით იმუქრება. ოპოზიციური პარტია ამცახარას ახალარჩეული თავმჯდომარის ალხას კვიცინიას განმარტებით აფხაზეთის რესპუბლიკას სახელმწიფო სუვერენიტეტს კარგავს. აქეთკენ მიყავს ის პრეზიდენტ ხაჯიმბასა და მისი ხელისუფლების კურსს. ამცახარას ყრილობის პარალელურად სოხუმში ჩატარდა ხაჯიმბას მომხრეთა მიტინგი. დე-ფაქტო პრეზიდენტს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების საკოორდინაციო საბჭომ და კაზაკთა კავშირმა. კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს აფხაზურმა პარლამენტმაც. ოპოზიციური პარტიების ბლოკის თანათავმჯდომარე ასლან მჟანია აფხაზეთში შექმნილ ვითარებას კრიზისულს უწოდებს. არსებული ხელისუფლება კანონის დაცვით ჩატარებულ ყრილობაზე მძაფრად რეაგირებს და კონსტრუქციული დიალოგი არ სურს. განაცხადა ასლან მჟანიამ და აფხაზურ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საკუთარი საინფორმაციო საშუალებები და მომხრეები დაამშვიდოს, არ გაამწვავოს ვითარება და ოპოზიციასთან დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი. მჟანიამ აღნიშნა, რომ ამცახარას ყრილობა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამაზე მეტყველებს ყრილობაზე საკუთარი ნებით მოსული ხალხის რაოდენობა, განსხვავებით თეატრალურ მოედანზე შეკრებილი ხელისუფლების მხარდამჭერებისგან, რომლებიც ძალით შეკრიბეს. როგორც ამცახარას წარმომადგენელი მერაბ ჯოპუა აცხადებს, აფხაზეთი ყოველდღიურად უარესობისკენ მიდის. ქვეყანას კრიმინალები მართავენ, ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი. ნარკომანია ლამის აქაური ახალგაზრდობის ცხოვრების წესად იქცა. კანონი როგორც ასეთი არ არსებობს და ამ ყველაფრის შემდეგ რა საჭიროა ასეთი ხელისუფლება, კითხვა სვამს ამცახარას წევრი. ქალები პოლიტიკაში ამ საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარის ირინა აგრბას განცხადებით კი რაულ ხაჯიმბას საპრეზიდენტო არჩევნები არ მოუგია. იგი ხალხმა დაუთმო სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად. არსებულმა ხელისუფლებამ კი აფხაზეთი ჩიხში შეიყვანა და დროა იგი განთავისუფლდეს მაფიოზურ კლანური მმართველობისგან. მიუხედავად ოპოზიციური ძალების სიმრავლისა და არაერთგზის მოთხოვნისა, რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება ხაჯიმბამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ მას ულტიმატუმი წაუყენა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ყველა ჩემი ფიქრი და საქმიანობა მხოლოდ ერთ საქმეს, აფხაზეთის განვითარებას უკავშირდება. საკონსტიტუციო ვადა 2019 წლამდე მაქვს. არსად წასვლას არ ვაპირებ, ირწმუნება ხაჯიმბა. ქართველი ექსპერტების და კონფლიქტოლოგების შეფასებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე დაპირისპირება გასაკვირი არაა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც პრეზიდენტად წოდებული რაულ ხაჯიმბა მართლაც არ არის აფხაზი ხალხის არჩეული. ის ოკუპანტი რუსეთის ხელდასმულია. ეს მოსალოდნელი იყო, რომ ასე მოხდებოდა, რადგან აფხაზებმა საკუთარ პრეზიდენტებად აირჩიეს ანქვაბი და მისი წინამორბედი ბატონი ბაგაფში. ხოლო არძინბა და დღევანდელი პრეზიდენტ წოდებული ბატონი ხაჯიმბა არიან და იყვნენ მოსკოვის ფავორიტები. კარგად გვახსოვს ანქვაბის გამონათქვამი, რომელმაც ბრძანა შემხედვარე იმისა, თუ რა ხდებოდა ყირიმში, რომ ამ სცენარის გამეორება აფხაზეთში არასოდეს მოხდებოდა. ამ ფრაზას გაყვა მისი პოლიტიკური კარიერაც. რაიმე აფხაზოფობია დღეს საქართველოს დანარჩენ ნაწილში ნამდვილად არ არსებობს და ჩემის აზრით ის რეალობა, რომელიც დღეს შექმნა ხაჯიმბამ აფხაზეთში კი არ აშორებს, არამედ აახლოვებს ქართველებს და აფხაზებს, თუმცა ჩანაფიქრი სრულიად საწინააღმდეგო ქონდა
დღევანდელ პრეზიდენტად წოდებულ პირს აფხაზეთში, რადგან ეს ის ადამიანია, რომლის ხელმძღვანელობისას შესანიშნავი კურორტები აფხაზებისა გაწერილი იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებად, როდესაც რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად სახლდებიან აფხაზეთის მიწაზე. თავის მხრივ რუსეთი განაგრძობს იმპერიალისტური ამბიციებისა და ინტერესების გატარებას ოკუპირებულ აფხაზეთში. თუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ადრე ტურისტებად ჩადიოდნენ, ამჟამად აფხაზეთით მოხიბლულები იქ სახლდებიან. ასე მაგალითად ოჩამჩირის რაიონის სოფელ ატარა არმიანსკაიაში 20-მდე ოჯახი ჩასახლდა მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, რომლებაც სოფლის მეურნეობას მიყვეს ხელი. უფრო მეტიც ბავშვებისთვის სკოლაც გახსნეს, სადაც სწავლება რუსული სტანდარტებით მიმდინარეობს. ძალა, რომელიც 2014 წელს მოვიდა აფხაზეთის ხელისუფლებაში, ის თავიდანვე აცხადებდა, რომ ორიენტირებული იყო მეტ ინტეგრაციაზე, მათი ლექსიკონით მეტ ინტეგრაცია საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან ნიშნავს პრინციპში უფრო მეტ ოკუპაციას ფაქტიურად რუსეთის მხრიდან.